მოგესალმებით, მე ვარ ანთია წოლნე, პირველი კლასის მოსწავლე და წარმოგიდგენთ ქრისტიანულ დღესასწაულს მცხეთობაზე. ქრისტიანული დღესასწაული საქართველოში იმართება ქალაქ მცხეთის საკათედრო ტაძარში, სვეტიცხოველში 14 ოქტომბერს. დაწესებულია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ საზრდოულად კვართისა, საუკმელისა და სვეტისა, ღვთისმფრინავისა და მირონდინარისა. ამ დღეს ასევე აღინიშნება მეფე მირიანისა და დედოფალ ნანას წმინდა სიდონიათა და აბიათარის ხსენებაც. ლეგენდის მიხედვით იესო ქრისტეს კვართი წილად ხვდათ მცხეთელ ებრაელებს ელიოსსა და ლონგინოს, რომლებიც ქრისტეს ჯვარცმას ესწრებოდნენ. ელიოზმა სიწმინდე მცხეთაში ჩამოიტანა და თავის დას მართლმორწმუნე სიდონიას გადასცა, რომელმაც კვართი მკერდზე მიიხუტა და სული განუდევა. ელიოზმა თავისი და კვართით დაკრძალა. საფლავზე ამოსულა მშვენიერი ხე, რომელიც 4 საუკუნის შემდეგ მეფე მირიანის ბრძანებით ეკლესიის ასაშენებლად მოუჭრიათ ყუროებს, მისგან დაამზადებიათ 7 სვეტი. ერთი სახელმწიფო საკურველი და სასწაულმოქმედი ვერ აღმართად. იგი მხოლოდ წმინდა ნინოს ლოცვა-ვედრების შემდეგ აღმართულა იმ ადგილზე, სადაც ქრისტეს კვართი იყო დაკრძალული. აქ აშენდა სვეტიცხოველის ტაძარიც. ისტორიულად ამ დღეს იმართებოდა დიდი წირვა და მრავალი მლოცველი მოდიოდა საკვებითა და უსისხლო შესაძლებლობით. წირვის შემდეგ მლოცველები ტაძრის გალავანში შლიდნენ სუფრას და იმართებოდა ყურობა. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ მცხეთობის დღესასწაული აღდგა და ოფიციალურ ურთმენ დღედ გამოცხადდა. ტრადიციულად ამ დღეს წირვას სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი აღავლენს სვეტიცხოველში.